მოგესალმებით, ჩემო მაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, რაც იმათ ნიშნავს, რომ კვლავ თქვენთან ერთად ვართ და ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი. ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, თვალყური ადევნოთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იყოთ ჩემთან ერთად. დღევანდელ სტუმარს რაც შეეხება, ნათია თოდო არის ჩემთან ერთად. ნათია, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამომიყავით და აქ ხარ. სიამოვნებით, მეც სამიხარი. როგორ ხარ? კარგად, ისეთი სახელი აქვს შენს პოდკასტს, როგორც გურმანმა დავინტერესდი და აქ ვარ, ძალიან საინტერესო. ძალიან მიხარია. და კარგია მიყვარს გურმანი ადამიანებიც, იმიტომ რაღაც უფრო კარგად საუბრობენ აი ამ საჭმელებთან დაკავშირებით. მოკლედ და რა თქმა უნდა სხვა თემებზეც ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე მინდა ჩემი მეგობარი კომპანიები წარმოგიდგინო. ეს არის ბომბარი, პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, დაბალი შაქარი, მაღალი იცილები და როდესაც შეგიძლია საღამოს რამე ტკბილი მოგინდება, მიირთვა, ისე რომ არ ინანო. სინთეზის კენჯნა არ შეგაწყოს. კი ბატონო, ძალიან კარგი. ჩემი ასევე ერთ-ერთი პარტნიორი, სპონსორი არის მაღაზიათა ქსელი სპარი, სადაც შეგვიძლია ბევრნაირი პროდუქცია შევიძინოთ და დღეს აქ წარმოდგენილია ესპანური ღვინო, რომელსაც შეიძლება ექსკლუზიურად მხოლოდ სპარის მაღაზიაში და ასევე კრემოს პასკა, რომელსაც აქვს ნაზი გემო, მდიდრული არომატი და თან ახლა მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და დღეს ამ პასკასაც და რა თქმა უნდა ღვინოსაც დავაგებთ. და ფაფინა, ეს არის ფინეთში გაზრდილი შვია, დამზადებული საქართველოში. შვის ფანტელი მდიდარია ბეჯგუფის ვიტამინებით, კარგია კუჭ ნაწლავისთვის, საუზმის დროსაც ხშირად მიირთმევენ და მოკლედ ცხოვრების იდეალური, მოკლედ შენი მაგითა გამოიყერება ჯანსაღად და მადის ამუზრელიც არის კი. შვია რამდენად გიყვარს ესე შენ? მე უფრო მიუსლი მიყვარს. ხო. შვია ვიცი რომ უფრო ჯანსაღია და ვცდილობ, მაგრამ ხო რა მაინც მინდება რომ რაღაცებით გავამხიარულო და თუ შვიას ვაკეთებ ხოლმე, ვცდილობ რომ სულ ხილით და რაღაცა მიყვარს გოგლის თესლი, თხილმლობის მიქსი და ამ ყველაფერს მე ვურევ შვიაში და მივირთმევ, ძალიან სასარგებლოა, ძალიან კარგი. გერმანიაში მაგალითად ყოველი დილა იწყება მსუბუქი მიუსლის ამ შვის ფანტელების ტრადიციაა რა. მსუბუქი ყვებით ფაქტობრივად და მე როგორც ქართველი და თან მეგრელი, წიწაკით ვიწყებდი დილას დღემდე ესე ვარ და ზოგჯერ თავს ვატყუებ, რომ აი ესეთი ჭკვიანი გოგო ვარ და შრით და მიუსლით ვიწყებდი, მაგრამ მაინც რაღაც სული წამსდევს და წამსდევს ამ. მივირთმევ უფრო ცხარე საჭმელებს სამწუხაროდ. კი. ძალიან მეც მეგრელი ვარ სხვათა შორის, ქირია ვარ გვარად და არა ცხარე მეც მიყვარს ახლა უნდა. აი პროსტა ძალიან ცხარე არაო. რამდენჯერაც კუჭის პრობლემა შემექმნა ოღონდ ისე რომ აი ხვდები რომ უკვე მაწუხებს და იქიმთან მივსვარ და ჩამოუთვლიათ ყველაფერი რასაც დილით უზმაზანჭა, პომიდორი, წიწაკა, აჯიკა პურზე გადასმული და მეთქი ოკეი როდემდე რა 30 წელს გავხდი და კიდე ერთი და იგივე პრობლემები მაქვს თქო რა, მაგრამ იმდენად გემოებიც მიჩვეულია და რაღაც რომ აი თუ ეს არ მაქვს, მგონია რომ რაღაცა სულ მაკლია. აი როგორც საჭმელში გრძნობდი რომ მარილი არა აქვს ან რაღაცა ეგრეა, ჩემთვის სულ ცხარე. ან დილას იწყებს ცხარე საჭმელებს. დილითაც ძალიან ვეცადე რომ მიუსლი გავდმოვდე და ჩემი ბავშვისთვის და მეუღლისთვის გავამზადე საუზმე, ომლეტი რაღაცა ისინი სოსისები, ჩემს ბავშვს უყვარს სამწუხარო სოსისი, ჩვენი ის არის, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვცდილობთ რომ სულ რაღაცა სოსისის ნაცვლად ხორცი, ნატურალური იმის გავაკეთოთ და კატლეტის სახით მიირთვას, სოსისი მაინც მისთვის ესეთი ერთ-ერთი ფავორიტია და აი ეს ყველაფერი რომ გავაკეთე, უკვე სუნს ხო გრძნობ, რომ უკვე საჭმელი გამზადდა და მადის აღუზრელია ეს თელის, მაგრამ მე მაინც შურია დავიდე რაღაცა. ყველაფერმა ჩაი არა უკვე მოემზადეთ ბავშვებისთვის უნდა გავამზადოთ და სადღაც მაინც ვიცოდი რომ კუჭს რაღაც აკოდა და უცებ მივედი წიწაკა მოვიჭერი, 2 ჩერი პომიდორი დავადე და მივირთვი და всё მორჩაი. მაინც დავასრულე ჩემი დესერტით. მაინც ვერ აუარე გვერდი. ხო, აი იშვიათად მახსენდება რომ წიწაკის garaშე, ან აჯიკის garaშე ჩაიარა ჩემმა საუზმემ. თან შენ წიწაკაც გაქვს ხო ტატუ? ხო, ეს უკვე გაჩვენე კარგად. ეს უკვე ფაქტობრივად რო არ მქონდეს არ შეიძლება. ამდენი ის რო ხდება, ბარემ აჰაშეც აქ იყავი თქო და დავუთმე ადგილი. მართლა მაგის გამო გაიკეთე, რომ აი წიწაკიანი გიყვარს? ანუ მარტო სიყვარული არა, უფრო მაინც ჩემს
კუთხესთან რაღაცასთან ასოციაცია მინდოდა თან ცოტა ისეთი იუმორისტული ყოფილიყო სასიამოვნო და თან სულ ვახსენებ ისტორიებს აი ჩემს სტატუსზე რომ ვინმე რამეს მეკითხება ნუ ამ წერტილზე რომ მიდის საუბარი რომ ეს ალბათ შენია და შავი რატოა შავი იმიტომ არის რომ ყვები მე ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ნუ ფაქტობრივად ტატუებით ჩემს ისტორიას ყვები რა მათ შორის ციცაკით ნუ ტატუც ხო ერთ-ერთი გამოხატვის საშუალებაა კი ნამდვილად იდენტობის ასე კი ბატონო მე ხა მინდა რომ თან პასკაც დავაგემოვნოთ. მანამდე მინდა ესე ვთქვა რომ პატრიარქთან დაკავშირებით აქვე ვისარგებლო შემთხვევით რომ გარდაიცვალა მართლა ერის მამა და დააკლდა ქართულ მართლმადიდებელ საზოგადოებას და მინდა საქართველოსაც აქედან მართლა მივუსამძიმრო. ძალიან რთულია და თან აი ესეთ პერიოდში გარდაიცვალა მართლა როდესაც ახლა აღდგო მის ბრწყინვალე დღესასწაული მოდის და მართლა რაღაც ამბობენ ხოლმე რომ აი ამ პერიოდში გარდაცვლილი ადამიანის ამოთხეში მიდის რომ ესე არის ხოლმე არ ვიცი ხა იქნა როგორ არის მაგრამ მოკლედ ამაზე მინდოდა დამეფიქსირებინა პატრიარქზეც მეც დიდი სიამოვნებით ამ ჩვენს შესაძლებლობას გამოვიყენებ და ყველა ჩვენს ქართულ მართლმადიდებელ ასე მინდა რომ მივუსამძიმრო ეს მისი ბოლოს რაც ახლა მანქანის რო დავდივარ არ მარტო რჩები სულ მის წარმოთქმებს უსმენ და საგალობლებს ვკითხულობ ან მე თვითონ ვხიღინებ და ამით ძალიან ვიშვიდებ თავს და ყველა სიტყვაში რაღაც ახალს პოვლობ რაც აქამდე არ გამიგიან არ დავფიქრებულ ვარ ესე და იმ ხელა განძი დატოვა ამ ადამიანმა მთელი ქვეყნისთვის რომ ეს ალბათ უკვდავ იქნება და მისი ისტორია არასდროს არ იქნება რაღაცა შორწარსულში იმიტომ რომ ის იქნება ყოველთვის ჩვენი ყველა ქართველის გულებში და მოგონებებში და მე ძალიან მიხარია რომ მქონდა შესაძლებლობა მას პირადად შევხედროდი და რაღაცა მახსოვს ის დღეც რომ აი მანდ მოხდა ჩემი რაღაცა აი რომ ფიქრობ რომ დაბადებას როგორ წარმოიდგენდი და როგორი იქნებოდა შენთვის აი პირადად რომ შევხვდი და პატრიარქს ისე ვთქვათ უგალობე ჩემთვის იყო ალბათ ყველაზე დიდი ემოციური დღე და ყველაზე ბედნიერი და თან რაღაცა თითქოს დიდი რაღაცა მოგეხსნა რა რაღაცა ისეთ კავშირი ვიგრძენი რაც ალბათ არასდროს ცხოვრებაში არ დამამეწდება და მიხარია და ბედნიერი ვარ ყველაფრისთვის რაც მან შექმნა ჩვენთვის. კი. და ესაუბრო კიდეც ქონდათ ამის საშუალებაც ხო? ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც მაშინ მოხდა და შესაძლებლობებისთვის. აი საქართველოში ჩამოვედი პირველი ჩამოსვლა იყო Voices მერე როცა დაუბრუნდი ქვეყანაში და რამდენიმე იქ რა თქმა უნდა ბებია და ბაბუ აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ ნახე იქ ოჯახის წევრები ნახე და ჩემი დიდი სურვილი იყო და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს იმ ტაძრიდან სამების ტაძრიდან ვინც ამ ყველაფერში ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო და შეგვახედრა მე და ჩემი ოჯახი მოწმინდეს და უნიტარის პატრიარქს. მოკლედ ახლა დავჭრათ პასკა. კრემოს პასკა რო ავიღე არის რაც თავარია მძიმე და ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იყოს მძიმე სველი და ესეთი და მოდი ახლა ესე იგი შენ პასკა უფრო მოგწონს თუ პანეტონე? ორივე სხვათა შორის და პასკა უფრო მიყვარს მე თან იმით რა ქვია დამეყარა აქ არაჟნით. აბა გავსინჯოთ. კრემოს პასკა ძალიან კაია. სისვერეც აქვს. ქიშმიშებიც. ძალიან არომატულია. მე მომწონს. ამას მოვხდებოდა მე მგონი ღვინო. თან მე მგონი წითელი ღვინო. კი, მიყვარს ძალიან. ეს იგი ოპერა პრიმა, წითელი ღვინო ესპანური, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის მაღაზიებში ექსკლუზიურად მხოლოდ და ეს არის კენკრით ალუბრით, მაყვრით, ჟოლოთი. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო გემოებია. ეცა, აი, კაფე, გოგო. აჰა, კარგად აწიე, ან ცოტა. ეგა. всё. ბრავო. ეგ არის. რა კაი. ესე წითელი ღვინო უფრო გიყვარს. ძალიან მიყვარს წითელი ღვინო. ზოგადად ხშირად არ ვსვამ, მაგრამ თუ ვსვამ, იმას ვსვამ რა ქვია, წითელ ღვინოს. აბა ჩამოვასხათ. მადლობა. მე თუ რამეს აღნიშნავ ხოლმე. ვიცი? სულ წითელს ვანიჭებ უპირატესობას და მე ჩემი უფლება არა ხალხს თეთრი უფრო უყვარს და
სტუმრებითაც უფრო მიირთმევენ, მაგრამ ბოლოს წითელი მთავრდება პირველი. იმიტომ რომ მართლა წითელი რაღაცა ისეთია რა. აი, თეთრი ღვინით, წითელი ღვინით არ თვრებიანო, ასე ვთქვათ, რომ მაგრამ მოკლედ გაგვიმარჯოს. შენს პოდკასტსაც გავმარჯოს. მადლობა. და წარმატებებს გის. შენც ასევე. კარგი სვენი ხარ. საბატონებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო მარტივად დასალევი. თან სუბუქია. გრადუსი ალბათ 13 აქ, 12 აქ. აბა პასკა მოვყოლოთ თან ახლა. უფ, 13-იო. გრადუსიანია სხვათა შორის. კი. ზანაია. ერთსვენიარი. კი. შენ ამზადებ ხოლმე საჭმელებს, სამზადებ. გიждები. ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს კარგი საჭმელი და სულ ვცდილობ თუ სახში მაქვს ამისი დრო რაღაცები სულ ვაკეთო რა. ბავშვისთვის ცალკე, სამარხო ცალკე, იმისთვის ცალკე, ამისთვის ცალკე, ან თუ ერთად ვართ და ისეთი კერძია რომ ყველასთვის იქნება კარგი და მისაღები. ვაკეთებ, აი რა ვიცი. იმდენს და იმ ხელას რომ მე მგონი მართლა ხო აი სოფელში იცოდნენ ხოლმე საქორწილოთ ამზადებო რა არისო რამდენი არისო დედაჩემსებნი ხოლმე რაღაცა ბევრში ვაკეთებ სულ ეგ მახსენდება რომ იმდენს ვაკეთებ რომ ფიქრობ ხარ რამდენი ვართ ოჯახში რომ ამდენი იყოს საჭირო თქო მაგრამ მე რო ხვდები რომ იმდენად მიყვარს რომ უკვე იმას კარგავ იმის კონტროლს ალბათ რომ ეს დოზა იყო თუ არა საჭირო და რას აკეთებ ხოლმე უფრო ძალიან მიყვარს ბოსტნეულების და ხორცეულობის ერთად გამიქსვა. აი, რასაც არ უნდა ვჭამდეთ, მაგალითად გადავწყვიტეთ, ან გვინდა რომ რაღაცა უფრო ქაბაბის ან კატლეტის სტილში ხორცი გქონდეს, ანუ შემწვარი. ამ შემთხვევაში ძალიან ვცდილობ, რომ იყოს ბოსტნეულობის ან სალათების რამოდენიმე სახეობა, იყოს ძალიან ფაქტობრივად არ ვიყენებთ და არ ვხდებთ ხოლმე მაგიდაზე პურს იშვიათად, ან კარტოფილით ვანაცვლებთ. გარნირი რა. ხო, ან კაბაკით, ან რაღაცა ისეთი გარნირი, რომელიც სუბუქად, იმიტომ რომ ხორცი ხო საკმაოდ ისეთია, რთულად ძიმეა რა და ამას რო კიდევ რაღაცა პური დაამატო და მძიმე საჭმელი და მე რაღაცას დალევ კიდევ უკვე სიამოვნებას კი არ იღებ ფაქტობრივად ორგანიზმი ძალიან იტვირთება ამ ყველაფრისგან ამიტომ მან ძალიან ბევრ ბოსტნეულობას ვანიჭებ უპირატესობას და მიყვარს ძალიან ლიმნის და მშავის გემოები რო დაჰკრავს სალათებს ცხარე რა თქმა უნდა იყოს თუ ბავშვი არ უნდა გავითვალისწინო ბავშვი ყავს ცხარე? იცი ხშირად ყოფილა რესტორანში ყოფილვართ აი უთქვამთ რომ აი მე ფარში ისეთი ციცაკიანი რომ ბავშვი ალბათ ვერ შეჭამს მაგრამ უკვე მირთმეული ქონდა ხო აი მაგ მიმართულებით კი პრობლემა არ აქვს მაგრამ თუ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე ესეთ საკვებს მისთვის რა თქმა უნდა თავს ვარიდებ რომ მარილიზად მეტი ან ზოგადად ხო ბევრი რაღაცა გავუკეთო რა ნაკლები მას ვაკეთებ მისთვის რა თქმა უნდა თუ მაქვს ამისი შესაძლებლობა რომ სახში ვაკეთო რა თქმა უნდა ხშირად ვჭამთ გარეთ ისეთი ცხოვრება არის და ისეთი დრო რო სულ გარეთ ხარ ან შეიძლება გარეთ მოგიწიოს ყიდვა ან რესტორანში ჭამდეს საქართველოში ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა საქართველოში ამდენი კარგი რესტორნის ქონა იმიტომ რომ მე არ მახსოვს რესტორანი, სადაც რაღაცა მაინც ძალიან კარგი არ ყოფილიყო. რა შეიძლება მაგალითად ხინკალი აქ იყოს კარგი სიტყვაზე, რომელიღაც რესტორანში რაღაცა უფრო ევროპული მიმართულებით გინდოდეს რომ რაღაცა ჭამო, მაგრამ ყველგან რაღაცა საკმაოდ კარგს და დასამახსოვრებელს მიირთმევთ. ამით ვფიქრობ რომ საქართველოს ძალიან მდიდარია და სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მეგობრებს გერმანიაში ხაც ჩამოყვანილი რომ მყავდა ჩემი ბენდი რა ვიცი, ყველაფერი რაც გასინჯეს, გაგიჟებულები იყვნენ, რომ ესეთი გემრიელია მართლა თუ ეს აქ არის, არა მეთქი, ყველგან კარგია. ნუ რა თქმა უნდა არის რაღაცები, რაც სპეციფიურად მოგწონს რაღაცის, მაგრამ საერთოდ ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გასტრონომიული მიმართულებები აქვს, ძლიერი, პოპულარული და ხარისხიანი საქართველოს. ისევე როგორც ტურისტული, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაირსახებობი და აქტივობები საქართველოში. აი ბერლინში რა მოგწონს
რა არის მათი ესეთი ეროვნული შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის რასაც ხშირად მიირთმევენ და ან street food-ი მაგალითად. Street food-ი ახლა მე მაგალითად ბერლინი ალბათ უფრო არის ინტერნაციონალური და არა ტრადიციული გერმანული არც საკვებით, არც ცხოვრების ხო, უფრო ტურისტული და ყველანაირი ერის ადამიანი იყრით თავს. ბერლინში ძალიან პოპულარული არის მუსტაფა ქებაბ, რომელსაც ალბათ რიგი დგას იმხელა რაც ბერქაინში რო გინდა შესვლა. და ერთხელ დავდექი მახსოვს რა იმ პროსტა პრინციპულად რა არის ისეთი რომ საათ ნახევარი დგას ხალხი და თან რომ ვერ აღიარებ და არ აღიარებ რამდენი ხანი შენც დადგები რიგში მაგრამ ნუ ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ საათი და 10 წუთი გახდა და ბოლოს საათ 20 წუთზე მივედი მეც ამდენი ხანი ვიდექი და რო გადახედავ რიგს და რო ხედავ რომ გემატება და უკვე რამდენი გზა გამლე შენ რომ ვეღარ ნებდები თორე იცი როგორ უბრაზდებოდი ჩემს თავს რა ხო ვიცოდი რომ ეს ეკნებოდა რატო მივედი რა მინდა და მოკლედ ეს მუსტაფა ქებაბი არის რა ვიცი მუსტაფა დონერი ქებაბი სხვადასხვა ისინი თურქულია ხო ეს თურქული სტილია გავს დონერს შაურმა არ არის უფრო დონერია პულშია მოკლედ გამომცხარ პულშია თუ გინდა ხორცით თუ გინდა ვეგეტარიანულს აკეთებ მხოლოდ მაგალითად ფალაფელების მეშვეობით და არის ძალიან ბევრი ფრეში და ოდნავ მოხრაკული ბოსტნეულების მიქსი რაც იმდენად სწორად არის დასმული ერთმანეთში ყველაფერი ხო გემოა რა იქ ფეტა ყველი ქონდა იქ რაღაცა ოდნავ მოწალული ის ქონდა კიტრები და არაჩამჟავებული ხვდები რაღაცა მე კარტოფ მახსოვს რომ კარტოფილები იყო რომელიც აი ჩიპს ფრიზ გავდა მაგრამ იყო ცოცხლად შემწვარი აი რაღაცა გემოები ისეთი დასვა მუსტაფამ რომ მე როგორც მაგალითად ადამიანი რომელსაც აი ფიქრობ რომ კარგად ვერკვევი გემოებში და ვასხავებ საშუალოს კარგს და ძალიან კარგს ძალიან კარგი იყო რა ჩემთვის მე ვთვლი რომ აი თუ მომინდება კიდევ აუცილებლად დავალ და დავდგები თუ საჭირო იქნება ეგ დრო აღარ დამეზრებ იმიტომ რომ ძალიან კარგია ბერლინში ასევე ძალიან პოპულარული და აბსოლუტურად ბერლინური არის ბერლინავურსტიანს ეძახიან სოსისები სტანდარტული თავისი ქუღივურსტით კეჩუპებით და соუსებით რომელიც ძალიან პრაქტიკულია და კარგია განსაკუთრებით როცა არის საშობაო ბაზრობები და ცივა და გინდა რომ რაღაცა უცებ ჭამო და პრაქტიკულად ჭამო იდეალურია ნუ ქუჩაში რო ხარ ყველაზე მარტივი არის, დროულია, ძალიან ეკონომიურია და ძალიან კაია. ფაინია, ყველაფერი ოკეია. მაგრამ საქართველოსდან ჩასული ქართველები იქ რო ცხოვრობ ბერლინში, აი, იმდენად ხშირად გვინდება და სამეგობროც იმდენად ხშირად ვაკეთებთ ქართულს ან მივდივართ ქართულ რესტორანში, რომ რავი, ბოლოს ვიძახით, აგერე ხარ ვიყავი თქო, აი, იანვარში ჩავედი, დეკემბერი აქ მქონდა უკვე ახალი წლები მოლევდი და ჩავედი და ისევ აუ ხინკალი მოგვენატრა. აუ ეს ხაჭაპური მოგვენატრა წავედით. ხინკალზე და ხაჭაპურზე ქართველი მეგობრები რა და ყოველ ჯერზე რაღაცა ემიგრაცია ალბათ სულ სხვა რაღაცაა რა. რაც არ უნდა იყოს და ვისთანაც არ უნდა იყოს, სულ გინდება და გინდა რომ შენს თავს შეახსენო, რომ შენ შეირგვლივ მაინც საქართველოს და სულ ეძებ საქართველოს. კი, ეგრეა. ალბათ ეს არის ემიგრანტობის ცხოვრების რაღაცა პულსივით, რომ აი ეს თუ არ არის, კარგად თავს ვერ გრძნობ. და მე მართლა მიხარია, რომ ვისაც ვიცნობ ბერლინში ვისთანაც მეგობრობ, ქართველებს არა მარტო ბერლინში, ძალიან კარგი ქართველები არიან, რაი როგორც ქვეყნისთვის პატრიოტი, ისე ადამიანები, რომლებიც როგორც მეგობრები და პიროვნებები ყოველთვის შეგიძლია რომ მათი მიმეტი გქონდეს და მიხარია რომ ასეთი პატარა ქართული ოჯახი და სამეგობრო წრე გვყავს ბერლინში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მეც და ჩემს მეუღლესაც მშობლები, დაწმები და უახლოესი ნათესავები და ოჯახის წევრები აქ ყავს ყველა და იქ იმდენად კარგი სამეგობრო ყავს რომ ამ განსაც ამას ვერ განვიცდით ასე ვთქვათ დანაკლის ხო თან უცხო მიწაზე რაღაცნაირად კიდევ უფრო ახლოს არის კი სულ აღნიშნავთ აი რაღაცა თუ ხდება და არის ჩვენი ესეთი სადღესასწაულო დღეები სულ ერთად ვართ და აღნიშნავთ და ეს ისე როგორც საქართველოში გაკეთდებოდა და როგორც ქართველებს გაგვიხარდებოდა მოკლედ მთელი ამჟამი შენ მეუღლე იქ გაიცანი ბერლინში, გერმანიაში? თბილისში ვიყავი ჩამოსული პროექტის ჟურის წევრი რო ვიყავი მაშინ, გადაღებები იყო და მათ გავიცანი, ოღონდ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და სულ ხშირად ჩამოდიოდა თვითონაც ბერლინში. აჰა. გასართობად მეგობრებთან ერთად, რაღაცა იქ კლუბები, გართობა
და იმდენად ბევრი საინტერესო და საერთო რაღაცები დაგვემთხვა, რომ მე ეს მეგობრობა უფრო დიდში გადაიზარდა და მე შევქმნით ოჯახიც და ვართ ერთად და ახლა თუ გვენატრება ხოლმე ერთად მივდივართ გუშინ და ჩვენი ბავშვიც ისეთი არ გვიშლის არ სათხელს რა სულ ჩვენთან ერთად არის ფაქტობრივად იშვიათად რომ რაღაც ისეთ ადგილას წავიდეთ სადაც არ იყოს უკვე ჩვენთან და ჩვენს გვერდით ძალიან სასიამოვნოა ბავშვთან ერთად შეიძლება არ გრძნობ იმ შეზღუდვას და რაღაც დანაკლის რომ რაღაც არ გამოდის არ ვერ გამოდის და ის ბავშვიც უნდა გიწყობდეს ხელს ხასიათები და აშკარად აქვს ესეთი ეგ ხასიათი არის ძალიან გამგები და კარგი ტიპია რა, მარტივი ტიპია. კი, მიხარია რომ ესეთი აღმოჩნდა. ხო, ძალიან მაგარია. ბერქაინზეც უნდა ვკითხო ხა. ბერქაინზეც ვილაპარაკოთ. ბერქაინდა სხვადასხვა სპორტს კი გამოხვალ, იქაც დონერები გვხვდება. ანუ ეს არის საჭმელი, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაგანაყრებს და ნუ კლუბშიც იქ რო შედიხარ. ალბათ რამდენ საათს ვატარებთ, რა ვიცი ხა მე არ ვარ ეგეთი ტიპი რომ კვირამდე თუ ორშაბათილამდე არ გამოდიოდე, მიყვარს რამდენიმე საათის შესვლა, მუსიკის მოსმენა, განტვირთვა, ცეკვით ამ თავისუფლების შეგრძნება და ხო, აი ღამეებს ვათებო ვერ ვიტყვი რა. მაგრამ იქიდან გამოსულს პირველი რასაც ვეძებ მეც და ჩემი მეუღლე და მეგობრები არის, აი მე სად არის საჭმელი რა ვჭამოთ, იმიტომ რომ იმხელა ემოციებს იღებ ამ უდიდესი საუნდ სისტემა განათება ყველაფერი რაც იქ არის და რაც გესმის იმდენად დიდია და ემოციურად რაღაცა გცლის რომ მე რა თქმა უნდა კარგი სულ ვამბობთ ხოლმე რომ ნეტა კაი სახიკლე იყოს კაინთან სადვე ხო არ გავაკეთოთ იქ სახიკლეთან უცხო იქნება მათთვის და აი კაი იქნებოდა ძალიან ხო ძალიან მაგარი იქნებოდა ხო და ეს ბერქაინში face control-ი რო არის ალბათ შენთვისაც ვთქვამთ უარი მაგის რაღაც მუღამიც ჩემი აზრით ეგ არის რომ აი არიცი დღეს შეგიშვებენ თუ არა სვენი ალბათ ხო რა ვიცი ისეთი ის არის ცნობილი ბერლინისთვის და ბერლინთან ასოცირდება ბერქაინიდან გამომდინარე თვითონაც ხელოვანია და კარგი ტიპია ძალიან რა საინტერესო ადამიანია. ეხლა როცა მომდება მაშინ არის ხოლმე თორე იდეაში არ საჭიროებს face control-ობას, მაგრამ ეგ რო არის ხოლმე ბერქაინი სულ სხვანაირი ვიზი ამბობ? სვენი, აი ეს თავარი ტატუები ტიპი ვინც არის სათვალეები და ესეთი შეიძლება შეგეშინიოს ერთი შეხედვით, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ნიჭერი პიროვნება ხელოვანია, იქაც არტისტია. ხო და ის ყველა ვარიანტში შეიძლება ხო არ შეგიშვან მან ხო ეგრე არის, ხო? არასდროს არ იცი ხო ანუ იმდენად ბევრი ისტორია ბერქაინზე რომ ვინ არ შესულა ვისთვის უარი უთქვამთ და რაღაცა ყოველთვის ხდება რა. ხა ბოლოს ჩვენ მაგალითად იქ რო ცხოვრობთ ჩვენთვის ყველაზე კარგი და კვირა დღე ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ რიგები არ არის დაცლილია უფრო, აი ტურისტული პიკი აქვს ბერქაინს და პანორამასაც პარასკევს და შაბათს. კვირას არის ძალიან კარგი მშვიდი. მივდივართ ხოლმე დღისით და ღამე საღამოს უკვე გამოვდივართ. ის 4-5 საათი ჩემთვის ძალიან კარგია, რომ აი ეს ემოციები, ცეკვით, სიმღერით გამოვხატო, მივიღო, რაღაცა ვიმოგზაურო ჩემთვის სადღაც და ეს არის ჩემთვის მაგალითად ვიღაცისთვის არის მაგალითად 24 და 48 საათი რო დაყოს იქ და რაღაცა გამოდიან მერე ცოცხლები არ არიან იმდენად დაფრთხულები არიან ყველაფრისგან. ანუ ეს ჩემი სტილი არ არის და არ მომწონს, მაგრამ ეს ხო ადგილია, სადაც ყველა თავისი თავისუფლება უნდა გამოხატოს და შეივსოს ამიტომ. ეს ფოტო გადაღებაც არ შეიძლება, ხო? იქ არაფერი ისე. ბევრი ცნობილი ადამიანის იყრის თავს. კი ბატონო, კი. თან ახლა იქ რადგან არის რაღაცა კოსტუმირებული შეგიძლია იყო, ალბათ არ არის სწორი რომ ვიღაცა დადგეს და უღოს фоტოები ვიღაცა ინსპირაციულს შეეხოს და ასე შემდეგ. მაინც სწორი მიმაჩნია რომ იყოს შეზღუდვა ფოტოზე. ბერლინელი გულშემატკივარი როგორია ნათია თოდუასი? აუცილებლად ვიტყვი მას რომ ბერლინური ბოდიში. ბერლინური. იცი რა არის? მე უფრო მეტი გულშემატკივრები მაყავს ესე აღმოჩნდა პრო სამხრეთ გერმანიაში. იმიტომ ალბათ რომ ეს ძირითადი გამოსვლები რაც მაქვს ფესტივალები და კონცერტები უფრო იქით ტარდება ჯაზი ბლუზის მიმართულებით. ნუ მაშინ მოდი ესე ვთქვათ გერმანული. გერმანული ალბათ ძალიან მაგარია. ანუ მე ვიტყოდი რომ ბერლინს ყავს ის იმხელა პუბლიკა, იმიტომ რომ ძალიან ინტერნაციონალურია, სხვადასხვა ხედვა, კულტურა, რასა, ყველაფერი ერთად არის ამ ერთ ქალაქში და შენ თუ ბერლინში რაღაცას აკეთებ და თუნდაც, რა ვიცი, 100 ადამიანის მოუყარე თავი, ჩათვალე რომ 100-დან შეიძლება ერთი 20 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ყავდეს, სხვადასხვა ხედვას, დიდი გამოცდილება. ანუ იმის თქმა მინდა რომ ბერლინში თუ
არის ხოლმე შესაძლებლობა და ვაკეთებ კონცერტს, ვაკეთებ უფრო კლუბურ პატარა კონცერტებს და იქ რომ მოდის მსმენელი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქართველია, მაგრამ ადგილობრივებიც რომ მოდიან, მათი შეხედულებებიდან და რეაქციებიდან ბევრ რაღაცას ვსწავლობ, იმიტომ რომ მართლა ასე მგონია, სოფლიოს სხვადასხვა ის მიყურებს რა, რეაქციებს ხვდები, რაღაცა ის შეფასებები, ეს ასე ვთქვათ, უკავშირი იმდენად სხვანაირია, თან ძალიან ბუნებრივია. არანაირი ისინი არ არის, რომ წესები რო ეხლა, მაგალითად, ამ დროს სტარს უკრავ ამ დროს გებია. ყველა გამოხატავს ყველაფერს ისე, როგორც მართლა სურს და როგორც გრძნობს და ეს ძალიან მომწონს ბერლინში. რაც შეეხება გერმანიას, ვფიქრობ, რომ მსმენელმა თუ აი ძალიან დიდი ხანი გჭირდება, რომ მათ დაუმტკიცო და აჩვენო, რომ შენ იმსახურებ აქ ყოფნას და თუ ეს მოახერხე, მერე არასდროს არ კარგავ იმის იმედს, რომ სადღაც ვიღაცა აუცილებლად გისმენს. საქართველოში უცებ შეიძლება, რომ გაგაღმერთონ რაღაცა მთელმა ქვეყანამ შეგიყვაროს და ყველა შენზე ლაპარაკობდეს და რამდენიმე დღეში უცებ ჩაქრეს ყველაფერი. ჩვენ ძალიან ემოციურები ვართ და ემოციურობაში გადაგვდის ყოველთვის კარგიც, ცუდიც, წყენა, ბრაზი. გერმანიაში რაღაცები ანუ ეს მიმართულება მსმენელის კულტურა ზოგადად კონცერტების უფრო ხშირიც არის ალბათ, უფრო მრავალფეროვანია და ეს მომენტი არ აქვს, რომ რაღაცა პირადულობაში გადაიტანონ ვიღაცის ხვდები აი რაღაცა საქართველოში მაგალითად სამწუხაროდ ესეა, რომ იყოფა ვინ ვის გულშემატკივრია, ვინ ვისთან არის რაღაცა პოლიტიკური სახე აქვს ყველაფერს და ეს ბუნებრივია იმდენად პატარა ერი ვართ და იმდენად ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე, რომ რაღაცები მოქმედებს, რა მსმენელზეც კი, რომელიც ის რეალურად შენს მუსიკას უნდა აფასებდეს და სიტყვაზე და არა შენს პიროვნულ, რა ვიცი, გადაწყვეტილებებს, ხო? ეს განსხვავება არის, იქიდან გამომდინარე, რომ ის ძალიან მასშტაბურია, დიდია, მრავალფეროვანია, მაგრამ საქართველოში ჩამოსულს ახლა ბოლოს 8 მარტს მქონდა ჩემი პატარა სოლო კონცერტი, იმდენად თბილი იყო და ყველას განგრძნობდი თითქოს რაღაცა ოჯახის წევრი იყო ისეთ დამოკიდებულებას, რაც რა თქმა უნდა ალბათ ევროპაში რომ იგრძნო ძალიან იშვიათია, ან თუ იგრძნო ესეც რაღაცა ალბათ ისეთი გამაგლისი იქნება. რა აქ ხო ვამთქვი კიდეც რომ თუ რაღაცა მოიწონებათ და შეუყვარდებათ, აი გააგიჟებულები არიან, მაგრამ იქ უფრო სტაბილურობა. იქ ყველაფერი უფრო სტაბილურია, რა თქმა უნდა. აქ ვინატრებდი, რომ იყოს ხელშეწყობა მუსიკოსების და არა მხოლოდ ზოგადად ხელოვანი ადამიანების, რომლებიც ყველასთან და ყველგან ჩაიტანდნენ თავიანთ ხმას, თავიანთ შემოქმედებას ეს რეგიონებში, სოფლებში. არ არის ეს კავშირი მსმენელთან და მაყურებელთან და ძალიან ცუდი. ანუ ყველა მარტო ცენტრალიზებულია თბილისის კლუბში და თბილისის საკონცერტო დარბაზში ვერ მოვა. ყველა თბილისში არ ცხოვრობს. ყველას ეს 50 და 60 და 100 ლარი თანხა არ აქვს, ხო? რაღაცა ალბათ ძალიან სწორი იქნებოდა, რომ იყოს ზოგადად მაცხოვრებლის basic საშუალო ფენაზეც გათვლილი და არა რაღაცა ჩამოდის ვიღაცა და იმის კონცერტზე მივდივარ და ბილეთი ღირს რაღაცა საქართველოში სახელფასის, საშუალო ხელფასის ნახევარი. ძალიან კარგია რომ ჩამოდის, ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან ბევრი არტისტი ხელოვანი ვიცი, ვინც არსებობა უჭირს, იმიტომ რომ ვერ იმაშვება რა, ვერ რეალიზებას ვერ ახდენს თავისი პროფესიით. ძალიან რთულია. ძალიან რთულია, კი. და გერმანიაში როგორ არის შენი სიმღერების, რაღაცა ვსაუბრობთ სიმღერებთან დაკავშირებით, აი სმენადობა, თქვათ YouTube-ზეც თუ გავარდა, ასე ვთქვათ და სხვაგანაც აი რადიოშიც მოსმენადი ხარ, ამდენად ხშირად თქვათ შენ რაღაც თანხაც გერიცხება პარალელურად? როგორ ხდება ეს? როგორც ვიცი, საქართველოში შემოვიდა ესეთი უფლებების დაცვა, როგორც ავტორის ისე შემსრულებლის. გერმანიაში მაგალითად ევროპაში ალბათ ზოგადად ეს ასოციაცია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით სადღაც შენ სიმღერას დარეგისტრირებულსაც მოსმენელს ატვირთულს ტექნიკურად ხო ხედავენ, მაგალითად Spotify-ზე, iTunes-ზე, Amazon-ზე სადროდის რამდენჯერ დაიკრა, რომელ ადგილებში ამ ყველაფრით ხდება მე ამის აღქმა, რაღაცა კალკულაციის გაკეთება და რაღაც წელიწადში ერთხელ თუ კვარტალად აღარ მახსოვს ზუსტად ეს ასოციაცია, ასე ვთქვათ, უფლებების დაცვა, როგორც ავტორების და კომპოზიტორების და შემსრულებლების რიცხავს მე ამ ხო ანგარიშზე და რაღაცა ხა ამით თუ რა თქმა უნდა ჰიტზე ჰიტი არ გაქვს ამით
ვერ გექნება ის, რომ რეალისტად აქ შექმნა და რაღაც განვითარდე, მაგრამ სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ ყველა ფერში ხედავ გზას, რომ არ შეშინდე და მიხვდე, რომ ყველა ფერი შესაძლებელია. ანუ იქ რადიოში შეიძლება მოხვდე და რადიოში მსმენელი თანხას იხდის ფაქტობრივად შენც რა სტუმარი ხარ და შენი სიმღერა გადის იქიდანაც რაღაცა კომერციული ის არის ტელევიზია ბუნებრივია YouTube სოციალური არხები კონცერტები და ნუ საბოლოო ჯამში მე ყველაფერი ერთად არის შენი პროფესიის აღქმა შეფასება აღიარება და დაფასება რა რომ შენ ამას აკეთებ არა როგორც ჰობს არამედ როგორც პროფესიას და ამით ამ დროს და ამ ენერგიას რა თქმა უნდა თავის დაფასება სჭირდება რომ ეს პროფესიონალურად აკეთო კი ბატონო არ შემიძლია აფხაზეც არ შევეხო რა თქმა უნდა და ის შენი წარსულია და გონია რომ ყველგან მოყვება რა ყოველთვის და გონია კი არა ესეც არის და შენი მიზანიც არის ალბათ ესეც და სულ წარმოვიდგენ ხოლმე რომ რაღაცა პატარა ბავშვი ნათია რომელიც იყო აფხაზეთში რაღაცა პატარა ნათიას დაპირდი რომ მე ჩემს აფხაზეთს და ჩემს თავს ყოველს გავაცნობ და აი რაღაც ის გელოდება და შენი აზრით სუდადი ხარ რა ყველგან და აი ამას აცნობ და აი რამდენად ხო აი ეს ყველაფერი შენს სიმღერებშიც იკვეთება და ეს ყველაფერი რამდენად გეხმარება რომ სულ ეს აზრი გქონდეს, სულ ეს მიიტანო და აი რა არის აი ამასთან ერთად ცხოვრება, რომ აი შენ ასევე გააცნო ეს ყველაფერი. ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო, სულთან დევს ეს ფიქრები ჩემს ცხოვრებაზე, წარსულზე, ჩემს კუთხეზე და ხშირად ვფიქრობ, რომ მეთქი ბევრი ზედმეტი ხარ მომდის, იმიტომ რომ ყველგან რომ ამ თემას ატარებ და ამ თემაზე საუბრობ, ვფიქრობ, რომ ეს მოსაბეზრებელი არ იყოს მაყურებლისთვის, ასვენელისთვის, ბევრი არ იყოს, იმიტომ რომ ეხლა თაობა რომელიც მოდის, უბრალოდ ვინც ახლა აქტუალური და აქტიური მომხმარებელია სოციალური ქსელების, შეიძლება საერთოდ არ იყოს მოსწრებული იმ პერიოდს, როცა ეს დევნილები სიტუაცია შემოდნენ თბილისში და პირდაპირ შეხება ჰქონდათ ან იციან ისტორიები რა როდის და როგორ მოხდა, რამდენად რთული იყო, რამდენად მძიმე იყო და ვფიქრობ, რომ ანუ ამ ახალგაზრდებს რო ესეთი რაღაცები ესმით ბავშვებს, რამდენად make sense ხვდები? ან ზოგადად ადამიანებისთვისაც, ანუ სულ ამას რო საუბრობ თქო და მე რა ოღონდ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს არასდროს არ ხდება გამიზნულად დაფიქრებულად, რომ აი მე უნდა ავხნიშნო და ხაზი უნდა გავუსვარო აქედან, მაგრამ ეს გამოვიარე, ასე ვიცხოვრე, ამდენი გადავიტანე. ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის როგორც აი შენ საკუთარ სახელს ამბობდე, რომ მე ვარ ნათია თოდუა, ამდენი წლის და რაღაცა ხო? უკვე მოდის ავტომატურად ჩემს გონებაში ირთვება ის ინფორმაცია, რომელიც იზიარდება რა. ყველასთან, მსმენელთან, მაყურებელთან. ამ თემის გარეშე ცხოვრებას ვერ ვახერხებ. ხშირად მინატრია, რომ დავინჯდა რაღაცა მუსიკის კეთება გინდა, რაღაცი მელოდიის შექმნა გინდა, ლექსს წერ, სიტყვას ტექსტს წერ უბრალოდ და გინდა რომ რაღაცა სხვა თემასაც შეეხო, ან პოზიტიურ აზრებზე იფიქრო. იქ რა ვიცი, 1000 რაღაცა მეგობრობა, სიყვარული, მონატრება, მოგზაურობა, თემები რა. იმდენად ჩახვეული ვარ ერთი და იგივე პრობლემაში, რომ თავს ვერ ვაღწევ რა. და მგონია რომ მისიათ მაქვს, რომ ყველგან ყველასთან გავაზიარო და ვატრიალო და ვთქვა, მანამ სანამ ჩემს გულში რაღაცა სიმშვიდე არ დაიდგავს ფეხს, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველა კარგად არის, მანამ სანამ ალბათ ჩემს გონებაში ის აზრი ტრიალებს, რომ ყველა იქ ცხოვრები ადამიანი დღემდე ამ პრობლემებს გადის და მათთვის არაფერი არ დასრულებულ, არამედ დღემდე ამ რუტინულ ცხოვრების მონაწილეები არიან, მართლა გული მიმძიმდება და სულ მინდა და ყველასთან მინდა, რომ თუ რამეს ამით შევცვლი ან გავაუმჯობესებ, გავაკეთო რა. და ყველა იმ ადამიანს ალბათ იგივე, ვინც ამ ისტორიის მატარებელიან ყავს ახლობელი, ვისაც ეს გამოუვლია, ალბათ ესმის ეს ყველაფერი რა და იმედი მაქვს, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის და მსმენელისთვის ეს არ იქნება რაღაცა ისეთი თემა, რომლითაც მათ თავს გადავაზედმეტებ რა, თავს მოვახვევ ჩემს პირადს. ანუ ფიქრობ, რომ ეს ჩემი კი არა, ზოგადად მთელი
ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს პრობლემაა და მტკივილია რა, რომელშიც ჩვენ ყველანი მონაწილეობას ვიღებთ, როგორ ვთქვა, მანამ სანამ ეს ალბათ არ დასრულდება და რაღაცა პოზიტიური მას არ მიიღებს, ვალდებულად ჩავთვლი ჩემს თავს, რომ სულ ამ თემის ირგვლივ. ან დაბრუნებაზე გულისხმობ, ხო? და აი ამ მიმართულებით მაინტერესებს, აი რაღაც ბავშვობის ტრავმები ალბათ გექნებოდა რაღაცები მას შემდეგ რაც თბილისში გადმოხვედი, ალბათ იყო რაღაცები, რამაც რაღაც კომპლექსები გააჩინა, ან მე ამაზე იმუშავე, იყო ამასთან რამე დაკავშირებული? სულ მთელი ბავშვობა აქ 4 წელი გავატარე სკოლაში თბილისში, ჩემს და-ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად. სულ მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცა ის საკმარისად კარგი არ ვიყავი. ან ის შესაძლებლობები არ გქონდა ოჯახში, რაც სხვა ბავშვებს და სხვა ბავშვების მშობლებს ჰქონდათ. ეს იმიტომ არა რომ იგრძვნიან, ვინმეს არ მინდა რომ პირადად ვაგრძნობინო ახლა, ვინც გვისმენს რომ რაღაცა დამრჩა. ჩემივე ხედვა და წარმოდგენები იყო, ხო, ბავშვს ყოველთვის უფრო ემოციურად გადააქვს ყველაფერი. და ის გარემო სადაც იზრდები და იცი რომ რაღაცა ახალი და უცხოა და ეს არ არის ის სადაც იზრდებოდი და იცოდი რომ ყველასთან ეს ფონი ერთნაირი იყო, უკვე გიჩნდება იმის შეგრძნება რომ რაღაცა გაკრია, რაღაცა საკმარისი არ გაქვს. რაღაცა უკვე კომპლექსების ის იწყებს შენში იმას რა, ასაკსაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს, რაღაცა ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ჩემმა გონებამ უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, იმას ეს აცვია, იმას ეს აქვს, იმას ესეთი სახლი აქვს, იმის მშობელი სამსახური აქვს და იმის მშობელს, რა ვიცი, პრობლემა არ აქვს რომ ქირით თუ გირით თუ რაღაცით არ არის. ვიღაცა იმაზე არ დარდობს რომ ბებია და ბაბუა თუ აყავს კარგად, იმიტომ რომ ყველა აყავს, შვიდა და ესე ვთქვათ დაცულ გარემოში ყავს. ჩვენი ბავშვობა ყოველთვის იყო სულ სტრესი, ის როგორ არის, ეს როგორ არის, ის როგორ ავად გახდა, იმას რა მე ხო არ აწუხებს, მე ჩვენს იქით-აქით დავდიოდით. ბოლოს ისე ვიქ დაუბრუნდით და იქ დავამთავრე სკოლაც, სულ რუტინულ იმაში ვიყავი რა, ეტაპზე და ამან ჩემში ძალიან ბევრი ქაოსური რაღაცები გამოიწვია. ალბათ დღემდე გამომყვა ის, რომ რაღაცეებში მიჭირს სტაბილურობის შენარჩუნება, ანუ თითქოს ჩემთვის გახდა ბუნებრივი, რომ ყველაფერი ხშირად იცვლებოდეს და ქაოსური მდგომარეობა მქონდეს, ანუ თითქოს ოკეია, რომ 10 რაღაცას ერთდროულად ვაკეთებდი. ამ დროს ხო შენი გონება ისტრესება და რამდენ რაღაცას საფრთხეს უქმნი რა, შენ ჯანმრთელობას, რა ვიცი, მენტალურ მდგომარეობას, მაგრამ ეს თავისით ხდება, იმიტომ რომ ცხოვრების ის იყო ესეთი რა, რითმი ასე ვთქვათ. პარალელურად 10 სამყაროში ერთდროულად ცხოვრება და იქით გადასვლა, აქით გადმოსვლა, სკოლების შეცვლა, მეგობრების შეცვლა, რა ვიცი, გარემოს შეცვლა. და ეს ცოტა მაქვს დღემდე და ამასთან დღემდე მიწევს მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მომცა ძალიან დიდი ან ჩემში დაბადა ძალიან დიდი მიზანდასახულობა და კიდევ შექმნა ჩემში გამბედაობით ძალიან დიდი რესურსი, ანუ თითქოს არ მელევა ის, რომ გავბედო, გავრისკო, არ გავჩერდე, შეიძლება ბლოკი დაგიდოს, არა, იქ არ გამოვიდეს, აქ არ გამოვიდეს, მაგრამ სულ მგონია, რომ მანამ სანამ არ გამოვა, უნდა ვიარო რა. რაღაც დროს ალბათ მეც ვიღლები და მეც მაქვს ის მომენტები, რომ დარეფრეშება მჭირდება. მაგრამ მიხარია, რომ ჩემში ეს დღემდეა და არ მინდა რომ გავჩერდე და გაჩერდეს მანამ სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ, როგორც კარიერაში, ისე ჩემს ცხოვრებაში, როგორც ქართველს და მოქალაქე საქართველოს, რომ რაღაცა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, იმ კუთხისთვის, საიდანაც და რომლებმაც შემქნეს მე. ხო. ან ტკივილმა ბევრი რამ გასწავლა, მაგრამ უფრო გაგაძლიერა, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე რა. კი. და რამე ისტორია თუ გაქვთ, გაქვს რამე, აი რაც კონკრეტულად გახსენდება, აი გულის ტკენის იმ პერიოდში. ძალიან ბევრი იყო, ძალიან. მაგრამ ყოველთვის გონია, რომ იმდენი გამოწვევები ხდება ცხოვრებაში, ყოველთვის, რომ რაღაცეებში ჩარჩენა და გაჩერება ისევ მე და ჩვენ ზოგადად ადამიანებს გვხვევს უკან. ამიტომ ყველა ის გულის ტკენა და იმედგაცრუება თუ სიბრაზე გადავლახე
იმედი მაქვს, რომ არაფერი არ ჩამჩა და არ მაწუხებს, რა ვიცი, მე თვითონ ესეთი ადამიანი ვარ. ყველასთან მაქვს ესეთი მიმტევლობის მომენტი რა, რომ ყველანი ვწდებით და ყოველთვის გვაქვს ადამიანებს სამწუხაროდ რაღაცა გაუკონტროლებელი მომენტი, აი რო ვერ გაიგებ, რო ვერ მიხვდები და უცებ შენ და უნებურად ხდება რაღაცები. ამიტომ ესე ვუყურებ და ესე ვაფასებ სულ, რომ რაღაცები მომხდარა და სულ ეს ცხოვრებაში ნორმალურია რო ხდება. არ ვიტოვებ არც ჩემს გონებაში, არც ჩემს გულში და ვაგრძელებ სულას და მინდა რომ ეს გარცელდეს, ხო? არ მინდა რომ ვიღაცის ან რაღაცის დამოკიდებულებამ და აზრმა ჩემზე გავლენა მოახდინოს. ძალიან კარგია მართლა და ხო, ეგრეც უნდა იყოს ყოველთვის რა. ნათი ბოლოსკენ მივდივართ მოკლედ და დესერტი უნდა დაგაგემოვნებინა შოკოლადი. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აქ არის რამდენიმე სახის შოკოლადი, რომელიმე დააგემოვნე და აბა მითხარი რა შთაბეჭდილებას დაგიტოვებს, რა ემოცია წამოიღო, რა გრძნობა წამოიღო. აქაც მე მგონი. ხო, აი ესე. აბა შეხედე. მე დავიწყო? ხო, აი რომელი. კი, ამას ქოქოსი მიყვარს ძალიან. აბა გავსიჭა. დააგემოვნე და გითხარი ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არის ეს ტკბილეული, რომელიც შენ სინდის და შენს წონას თუ გამთელობას ხელს არ შეუშლის უბრალოდ თუ და მიირთვა. აბა მართლა ძალიან კაია. ძალიან კაია. აი რასთან შეგიძლია თქვა ასოციაცია? თან ისეთი სველია ეს შიგთავსი, რომ ჩიზკეიკის, ქოქოსი ჩიზკეიკით შეგრძნება და ამიტოვა. ძალიან მომეწონა. შეგვიძლია შევიძინოთ სპარის ფრესკოს და აგროჰაბის ფილიალებში. ბომბარი გადმოგცემს აი სასაჩუქრე ყუთს და სხვადასხვა გემოებით შეგვიძლია გასინჯო. მე აქედან მივდივარ ჩემს ბავშვთან, ბაღიდან უნდა გამომყვანო. ძალიან გავხარდება. პირდაპირ ჩვენ გადაცემის შემდეგ, რა თქმა უნდა, როცა ნახავ მას, გადავცემ ამ საჩუქრს და ერთად დავაგემოვნებთ. კი ბატონო. იმიტომ რომ კბილეული ძალიან უყვარს. ხო, და ფაფინაც არ გტოვებს საჩუქრის გარეშე. რა თქმა უნდა. სხვადასხვა სახეობის შვრიის ფანტელი. შეგიძლია გასინჯო, მოაყარო შეთის. დიდი მადლობა. საჭირო რაღაც ჭირი, თუ თხილი და მოკლედ ისიამოვნო საუზმეზე და აჯიკასთან ერთ აჯიკას შეური. იქნებ გამოვნახო ისეთი რეცეპტი ან მოვიგონო რაღაც, რომ ხო, იქნებ შვრია და წიწაკა ერთმანეთს რაღაცნაირად კომბინაციაში. კი. მოუხდება მე მგონი. ხო, შეიძლება რაღაცას მოვიგონებ კი, რა. ეს ღვინოც სპარისგან ოპერა პრიმას თეთრი, რომელიც არის ხილით და ვანილით, ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია. და პასკაც. ვაუ, დიდი პასკაც მადლობა. კრემოს მიერ დაამზადებული. ჩვენი პირველი პასკაც უკვე ოჯახში. კი. კრემოს პასკა, რომელიც გამოირჩევა მდიდარი არომატებით, ნაზი გემოთი, კიდავა გემოვნეთ, ბევრი ქიშმიში ქონდა, სველი იყო და სპარში შეგიძლიათ. ჰაეროვანი ძალიან არომატული იყო. კი, მომეწონა და ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ სპარსაც რომ ეს დაგვაგემოვნებინა. მადლობა შენ სპონსორებს და შენ ამ ლამაზი პოდკასტისთვის, მათ მხარდაჭერისთვის და კარგია. აღდგომა მოდის და გილოცავ წინასწარ, მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად, ბედნიერად და ულევ წარმატებას გისურვებ. ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო, მადლობა. მაშასე ჩემი სტუმარი იყო ნათია თოდუა. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი. ყველას გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემ YouTube არხი და ადევნოთ თვალყური, მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.